იესო ქრისტე ამბობს, რომ არ შეიძლება შენ ქრისტიანი გერფას, მაგრამ იყო ლოთი, არ შეიძლება შენ ქრისტიანი გერფას და იყო მრუში, არ შეიძლება ქრისტიანი გერფას და შენ ვილს სიტყვაობდე, არ შეიძლება შენ ქრისტიანი გერფას და წყვილს ამბობდე, არ შეიძლება შენ ქრისტიანი გერფას და ბაზარში იტყვილებოდე. იცით ვირფასებო, ბიბლიაში წერია, რომ სრულსასწორი ეზიზღება ღმერთს. ამიტომ ჩვენ უფალი იესო ქრისტე გვავალებს, რომ თქვათ ჭეშმარიტება, რომ ადამიანები მოტყვილებული არ იყოს. ბოროტი ცდილობს, რომ ადამიანი მოატყვილოს. უთხრას, შენ ძალიან კარგი ქრისტიანი ხარ, შენ ნამდვილად სასუფეველში წახვალ. და ზოგიერთი ადამიანი ამბობს, არ არსებობს არც სამოთხე, არც ჯოჯოხეთი, არაფერი არ არსებობს. მაგრამ ეს ბოროტის წყოილი არის, რადგან ყველაფერი არსებობს. თუნდაც ის, რომ ჩვენ ღმერთმა გაგვაჩინა და ყოველივე რაც შექმნილია, ეს ყოველივე არის ღმერთისაგან და ღმერთს უნდა, რომ თქვენ თითოეულად თქვენთაგანმა გაიგოთ ჭეშმარიტება ღმერთის წინაშე. თქვენ არ გეგონოთ იესო ქრისტეს ასე დადიოდა, ის დადიოდა ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში, ის მიდიოდა ასეთ გაშლილ მინდორებზე, უსმენდა ხალხი და ამბობდა, რომ შენ ახარ ღმერთი. და ჩვენ გვინდა დღევანდელ დღეს ყველას მოგიწოდოთ და გითხრათ, რომ იესო ქრისტე იმისთვის არ მოსულა დედამიწაზე 2000 წლის წინ, რომ ჩვენ გაჭირვებულები ვიყოთ, რომ ჩვენ ავადმყოფები ვიყოთ, რომ ჩვენ ცოდვილები ვიყოთ. არა, ამისთვის არ მოსულა იესო ქრისტე. იესო ქრისტე იმისათვის მოვიდა, რომ შენ გქონდეს საუკუნო სიცოცხლე, რომ შენ თავისუფალი იყო, რომ შენ ჯანმრთელი იყო, რომ შენი მომავალი ცხოვრება იყოს ძალიან ბედნიერი. ამისთვის მოვიდა იესო ქრისტე, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლია მხოლოდ ცოდვების პატიებით. თუ ჩვენ ვეთქვით ღმერთო, გვაპატიე ჩვენი ცოდვები, მე აღარ ვიქნები ისეთი როგორიც ვიყავი, მაშინ ღმერთი საგან იქნება შენი ზეციდან შობა. იცით რას ნიშნავს ეს, რომ ღმერთი ცოცხალია? ის არის ცოცხალი, ის არის პიროვნება, მას აქვს თავისი ღსიური ხასიათი და მას ადამიანთან მეგობრობა შეუძლია. მან თქვენი სახელები იცის. და რადგან არის საერთოდ საქართველო ასე დღეში? რადგან არის მოვლენა ქუჩაში ჩხუბი, ადამიანების შეურაცხყოფა? ძალიან ადვილი არის რაღაცის დანგრევა, მაგრამ რაღაცის აშენება არის ძნელი. ძალიან ადვილი არის თავშერაც მოგივლის იმის თქმა, მაგრამ ძალიან ძნელი არის ვირფასებო. იყო ერთგული მეგობარი, შეგეძლოს მეგობრობის გაწევა და არასოდეს არ უღალატო სხვას. არავინ არის ასეთი ადამიანებისათვის გზის დამქმობი, არავინ არის უგეშით სემელი, მაგრამ საქართველოში ძალიან ბევრია შფოთის ამტეხი, საქართველოში ძალიან ბევრია ჩხუბის ამტეხი და მე ვიცი, რომ პირველ რიგში მათ სჭირდება ღმერთი, რადგან მშვიდობა არ არის მათ გულებში. მილიონით რო აღმიდგეს წინ და გინა მიკროფონი გამითვა, რაც არ უნდა მიქნა, მე ვიცი ღმერთი, რომელიც გავიცანი ჩემს პატარა ოთახში. სურო დამხრიდან სურო მომკლან, ამას ვერავინ ვერ შეცვლის. მე და ჩემი უყურეთ, რომელიც ხარ? იმის შეურაცხყოფას ვაყენე, ვითხავ და ამას გეკითხებით, საფუძველზე მასწვეთინებ, რა უჩვენებო, ყველა გეუბნებით, მე გეკითხებით, ქალაქიდან ქალაქში გახარებდა ღმერთის აქცევის შესახებ. და ღმერთი მოვიდა ჩემს პატარა ოთახში და ამას ვიტყვი მე ყველგან და მე გავიგე, რომ ღმერთს ლაპარაკი შეუძლია. მე გავიგე თურმე ღმერთს ჩემი სახელით ცოდნია, მე გავიგე თურმე ღმერთი მე ბავშვობიდან მიცნობდა, ღმერთს ჩემი პირველი ნაბიჯების ცოდნია და ღმერთს ისეთი ძვირფასი ყოფილა. მას შეუძლია ადამიანის გულს შეეხოს და გაქვავებული გული შეცვალოს. მას შეუძლია ადამიანები მართლა ვაჟკაცება და აქციოს. ჩვენ ვიცით ჩვენი კონსტიტუციური უფლება, ჩვენ გვაქვს უფლება, ჯერზეციური კონსტიტუციური უფლება და მე საქართველოს კონსტიტუციური უფლება. ვიქადაგოთ უფლის შესახებ.
და ადამიანების გადახილი გულები გავამხილოთ. ადამიანების დაჩაგრულ დამოფიჭულ თვალებში ღმერთის სიცოცხლე რო ჩაისახება, ღმერთის სიყვარული ადამიანის გული შეიცვლება. აი ეს არის ჩვენი პროფესია და ამისთვის ვარ ჩვენ მოწოდებულები. წმინდა წერილები ამბობს, რომ ყველამ შესწოდა და არავინ არის ქვეყნიერება ისეთი, ვისაც არ შეუსწოდა. ჩვენ ყველას გვჭირდება იესო ქრისტე. ჩვენ ყველას გვჭირდება დახსნა. ჩვენ ყველას გვჭირდება გადარჩენა. ჩვენ ყველას გვჭირდება იესო ქრისტეს სისხლი. რომ ადამიანები ყოველთვის ჯგუფში, ორონტიალში, მაგრამ გვერდს უნდა, რომ სასწაული იყოს აღწერილი. და მოვიდა იესო ქრისტე დედამიწაზე და ის ყველას ეუბნებოდა, რომ ადამიანებო, თქვენ რომელიც ასე ცხოვრობთ, რომლებსაც არ გაინტერესებთ წმინდა წერილები, ცხოვრობთ ქრისტიანული ცხოვრებით, თქვენ გჭირდებათ მონანიება, თქვენ გჭირდებათ იესო ქრისტეს სისხლის გამბარვა, რომ ყველანი იყვნენ დახსნილი და გადარჩენილი. ვიღაც არ მარტიხარ შენაკა და არც გადი მოცილდი აქედან განახრისტეს მოცილდი ეხლა აქედან და მე შენ გაჩვენებს ეს როგორ უნდა აქ მიტინგები დატარება მიტინგი არ არის ჩვენ არა ეს გამოსწია ეს ნინო გაწია ეს გადი მოცილდი აქედან მე შენ გავუნები მომეცდე მამა ვასილი მოვიდა ზალის ეხა მიხმარება უნდა ხანჯა ვინ ახარ? მე რო ვიღებ მე ვიცი.